ეოში ჩვენ ვიყავით ისეთ კუნძულზე, სადაც წარმოიქმნა კასანდრას ლეგენდარული შუბი, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო მეფე ლეონიდასისგან. ახლა კი მთავარი მისია, ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ რანგი მეათე გვაქვს, ხოლო თავარ ოდისეას არ ყოფნის ჩვენი რანგი, მაგრამ მაინც გავცუროთ. 15 რანგი მაინც გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ თავარი მისია. ჩვენ უნდა წავიდეთ ათენში. კუნძულზე მდებარეობს, ნახევარკუნძულზე, საბერძნეთში, ასე ვთქვათ, საბერძნეთის დედაქალაქი. და აქ ჩვენ გვაქვს ერთი პატარა მისია, შეგვიძლია გავაძლიეროთ გემის კიჩვა და ერთი მისიაც შეგვისრულდება და რატომაც არა, ბარემ თხოვდნენ და ჩვენც შევასრულოთ ეს პატარა მისია. აი ეს კორპუსი უფრო სწორად. გემის კორპუსი გავაძლიერეთ. და ნახოთ ახლა. აი ეს მისია შესრულებულია, გემის კორპუსის გაძლიერება. ახლა კი მთავარი მისია არის გავცუროთ კუნძულ ატიკამდე. უпростоად ნახევარკუნძული ატიკა და აი აქ მდებარეობს აქამდე უნდა მივიდეთ. შემდეგ უნდა მივიდეთ ათენში. ათენში რატომ იდის კასანდრა? იქ არის ერთი ასე ვთქვათ პოლიტიკოსი პერიკლე, ჭკვიანი, ჭერმეტყველი, ბრძენი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვით გავლენა მოახდინოს სხვადასხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და პერიკლესთან რა გვინდა. როგორც იცით, აქ თავარი თემა ამ თამაშის არის ის, რომ არსებობს რაღაც საიდუმლო ბოროტი ზრახვების კულტი და ამ ბოროტი ზრახვების კულტს უნდა რომ გაანადგუროს კასანდრას ოჯახი, მამა, დედა, ძმა, უბრალოდ მათი გავლენის ქვეშ არის და იყენებენ ჯერ და ჯერ იქამდე არ მისულართ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ მისი ძმა. არ მაქვს პასუხი, რატომ ეძებენ მაინდამაინც კასანდრას მშობლებს, ვინ არიან მშობლები, ასეთი განსაკუთრებულები. მამა ვინ არის ჯერ უცნობია, იმიტომ რომ ის ვინც მამა ეგონა კასანდრას, მამა არ აღმოჩნდა. ნიკოლასი არ აღმოჩნდა მამა, მამობილი იყო. ესეც მოვედით სანაპირომდე და ახლა ჰეროდოტემ გითხრა, რომ შეგვდება დაგვითხო ადგილი, შეხვედრის ადგილი. ჩვენ კი ახლა უნდა მივიდეთ ათენში, რაღაც ფინქსის გორაკი, ასე ქვია. აი აქ არის თუ გახსოვთ, ჩემს ერთ-ერთ ვიდეოში იყო ბრმა მოგზაური, რომელსაც უნდა მოენახულებინა სოფლიოს სხვადასხვა განსაკუთრებული ადგილი და თხოვა კასანდრას, რომ მის მაგივრად ემოგზაურა, მოენახულებინა ეს ადგილები, რომელზეც თვითონ ოცნებობდა, ენახა კასანდრას და შემდეგ მოეყოლა ამ ბრმა მოგზაურისთვის. მისიას ასე ქვია, სპარსეთის პრინცი. და სპარსეთიდან არის ეს პიროვნება, ეს ბრმა მოგზაური, რომელსაც უნდა ენახა სხვადასხვა საინტერესო ადგილი, მაგრამ უკვე ბრმა არის და ამას ვეღარ მოახერხებს. ამიტომ კასანდრა აკეთებს მის მაგივრად ამ ყველაფერს და კასანდრა აი აქ ყოფილა, შემთხვევით მოვედით და ბარემ რატომაც არა. მოვინახულოთ ეს საოცარი ადგილი, რომელზეც ოცნებობს ბრმა მოგზაური. აქ არის, უნდა ავუწყოთ მაღლა, ავიდეთ. ძირითადად ეს არის სინქრონიზაციის წერტილები, რომელზეც ოცნებობს ეს ბრმა მოგზაური. ანუ ის წერტილი, რომელიც ნახვაც უნდოდა ბრმა მოგზაურს, სასინქრონიზაციო ადგილი არის. აი აქაც, ნახე ამ ქანდაკების ნახვა უნდოდა.
ამ კურმა მოგზაურობს და ჩვენც იქ უნდა ავიდეს და იქიდან მოვახდინოთ სინქრონიზება. სინქრონიზება გამოსადეგია ყველა მხრივ, იმიტომ რომ სწრაფი გადაადგილება რო დაგჭირდეს, ვიდრე უბრალოდ სირბილში გაატარო ეს დრო, სწრაფი გადაადგილების ფუნქციით შეგიძლია გადახვიდე წამებში ძალიან შორ მანძილზე. ნახოთ აბა რა იზიდავდა, რაზე ოცნებობდა ეს ბრმა მოგზაური. ისი ნახვა უნდოდა. მოვედით памятник человеческому мастерству. ახლა თავარია მაღლა აუძვრეთ ამ კანდიდატებს. საბოლოოდ ისე ნამდვილ ასეთ კანდიდატება რომ ახლა არსებობდეს საოცარი სანახაობა იქნებოდა. და ვინის ის იქნებოდა მართლა არსებობდა ეს თამაში არის ძველი წელთაღრიცხვით 430 წლის ეპოქის. აქედან კი მართლაც საოცარია სინქრონიზება. ნახეთ რა ხედებია. ოჯახიზე თამაშის შემქმნელებს ამას ხომ უფიქრება უნდა, ფანტაზია უნდა, მერე შრომაც. ისე რომ ბრავო. ბრავო Ubisoft ვინც ამ თამაშებს ქმნის ოდისეას და ზოგადად Assassin's Creed-ის სხვადასხვა სერიებს. ბევრი სერია არსებობს და ერთმანეთზე უკეთესები თანაც. ასე რომ მადლობა Ubisoft-ს ასეთი თამაშებისთვის. გადავჭით, არაფერი არ ვიდგინეთ. აქედან კი აი გადავწყვით. ხო, აღარ დაგვრჩა ბევრი დრო, ბევრი მანძილი იმ ადგილამდე, სადაც ჰეროდოტემ დაგვიტყვა შეხვედრა. სულ რაღაც 150 მეტრი დაგვრჩა. იქამდე და მოდი ნახოთ აბა რატომ მაინც იქ დაგვიტყვა შეხვედრა ჰეროდოტემ. რაღაცა შეხვედრა არის. როგორც შევიათ ხოლმე პოლიტიკოსებს ხალხთან შეხვედრა. ჩვეულებრივი пропаганда. Но мы должны объединиться ради славы Афин. Слава тебе! Друзья, прошу! Да, спартанцы рядом, прямо у наших стен. Но зачем же уподобляться им? Сочный плод. Как жаль, что спартанцы сожгли поля, где он рос. Парфенон великолепен, Перикл. Но какова цена? Сколько трирем мы бы могли построить? Сейчас нельзя разобщаться. Мы и так разобщены. Спартанцы побеждают. Кто-то должен действовать, Перикл. О, боги, ты здесь. Все хуже, чем я думал. Клеон собрал толпу. Надо спешить. Куда? К Периклу. პერიკლეს უნდა დაველაპარაკოთ. რომ ამისთვის ვართ მოსული ამ კონჯურზე. Назад. Она не угроза для Перикла, уверяю. Геродот? Все хорошо. Пропустите. Рад вновь тебя видеть, Перикл. И я тебя. Жаль только, что при таких обстоятельствах. А это кто? Кассандра.
Здравствуй, Кассандра. Как тебе то, что творится в Афинах? Ты хорошо справился. Когда настают тяжелые времена, о былых заслугах забывают. Перикл, мы тут чтобы... Нужно выбрать момент с осторожностью и поговорить наедине. Ладно. Мы пришли сюда по важному делу. Как и все прочие. Я сказал Кассандре, что ты пригласишь ее на симпосий. Ты просишь меня исключить всех афинян и вместо этого позвать чужеземку? Ты слышал? К чему давать им лишний повод? Если она станет работать на тебя, возможно, ее сочтут служанкой. Я не служанка. Кассандра, это Афины. Если хочешь чего-то, будь готова притворяться. И зачем же тебе на симпосии? Я ищу женщину, которая очень важна для меня. Геродот сказал, что на симпосии я, возможно, смогу что-то узнать. И тут он прав. Я проведу тебя, но не обещаю, что ты узнаешь то, что тебе нужно. Скажи мне, что делать. Сначала найди моего соратника, Метиоха. Он не пришел навстречу. Это совсем на него не похоже. Ясно? Моего друга Фидия нужно как можно скорее увезти из Афин. Что-нибудь еще? Да. В городе пройдет остракизм. Ты можешь повлиять на результат. Остракизм? Тебе скорее знакомо слово «изгнание». Жители Афин решают, кто должен покинуть полис. Либо софист Анаксагор, либо другой человек. Причина – нечестивость. Мой друг возле Агоры все тебе расскажет. Метиох. Ты сказал, он твой соратник? Политический союзник и мой преданный друг. Фидий? Известный скульптор? Что такого он сделал? Его собираются судить по множеству обвинений. Он в своей мастерской, под стражей. Хорошо. Не привлекай к себе внимания. Отлично. Пусть это и не само приглашение, но у нас появился шанс. Хотя он наверняка пойдет к Аспасии. Лишь бы был результат. მოკლედ ეს პერიკლე მაგარი პოლიტიკოსი ყოფილა მართლა. იმიტომ რომ კასანდრას უნდა მის ასე თქვა სიმპოზიუმზე მოხვდეს. სიმპოზიუმი როგორ გითხრათ, ეს არის ჩვენ ბურენაზე წვეულება. ეს წვეულების მაგვარზე. უნდა კასანდრას მოხვედრა აქ რომელი უნარი დავიმატოთ. იყვარს ეს უნარი წიხლის გვადა იყოს. მოკლედ სიმპოზიუმზე უნდა მოხვედრა კასანდრას, მაგრამ პერიკლემ სანაცვლო და მთელი რიგი რაღაცები ჩამოთვალა. ერთი რომ მივიდეთ და ნახოთ მისი მეგობარი, რომელიც ამ შეხვედრაზე არ მოვიდა, რაღაც პროპაგანდა რომელიც მიდიოდა. შემდეგ უნდა რომ ნახოთ მისი მეგობარი კიდე სხვა, რომელსაც ფიდია ქვია, მოქანდაკე და გავათავისუფლოთ, ანუ ათენიდან გავიყვანოთ. და კიდევ რაღაც ოსტრაკიზმი, ასეთი ტერმინი გამოიყენა, მან ოსტრაკიზმი მიმდინარეობს და იქ იყო განმარტება, რომ ეს არის გადასახლება. ანუ ვიღაცებს ასახლებენ ათენიდან. რამაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვიოს და თქო რომ შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ ამ ხრივაც. თუმცა ამ სამი დავალებიდან, რომელიც ახლა ჩამოთვალა პერიკლემ, ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, პირველად შეუდგებით მოვინახულოთ მისი მეგობარი, რატომ არ მოვიდა ამ შეხვედრაზე, რა ჭირს. აი მის სახლთანაც ვართ უკვე მოსულები. მოვძებნოთ შესასვლელი.
აქედან არა. აბასაი. მოდი ზემოდან ავძვრეთ უბრალეს. ზემოდან ავძვრეთ და გადავიდეთ ჩავხდეთ ეზოში პირდაპირ. ესეც რა ხდება? გველები. აჰა, გველები უნდა დავხოცოთ. აი, გველებს ყავთ ალყაში ეს კაცი მოდით. მეტიოქი. ესეც ას გველები დავხოცეთ და ახლა თვითონ მეტიოქი უნდა გავათავისუფლოთ და დაველაპარაკოთ რა შეასახა. Сами боги послали тебя. Если бы не ты, меня бы съели заживо. Змеи не едят людей. Но наверняка убивают. Так что спасибо. Помогать тем, кто попал в беду, мой долг. Миру нужно больше таких, как ты. Особенно сейчас. Я от Перикла. Он волновался за тебя. Часто ты оказываешься в таких ситуациях? Что за странные шутки? Злодеи вломились ко мне, притащили сюда, связали и выпустили этих тварей. Останови их. Кого, змей? Злодеев! Зачем это сделали? В эти смутные времена политики легкая цель. Они сказали, что я змея. Мол, пусть мои сородичи убьют меня. Ты узнал тех, кто это сделал? Перикл попросил меня сходить в рыбацкий район, поговорить с бедняками, обнадежить их. Так я и узнал их голоса. Голоса и запах рыбы я не спутаю ни с чем. Где мне искать? Я не видел их лиц, но узнал голоса. Я слышал их в одном из районов Афин. Они часто бывают на диспутах Клеона, а живут в затопленной части города. Я отыщу их, Метеох. Не бойся. Люди на грани. Если так будет продолжаться, мы поубиваем друг друга без всяких спартанцев. Piracები დაესხნენ ამ კაცს თავს მეტიოქს, პერიკლეს მეგობარს და თანამშრომელს და თანამებრძოლს პოლიტიკაში. და მეტიოქი ქვია ამ კაცს, მეტიოქმა ისინი ვერ იცნო, მაგრამ ეცნო მათი ხმა და სუნი, ანუ რაღაც თევზის სუნი ადიოდათო. და მიასწავლა, რომ ქალაქის დატბორილ ნაწილში ცხოვრობენ. Сомневаюсь, что Перикл гордится. სადაც აქ მოვედით ამ სახლთან, აქ რაღაც გამოსაკვლევია ახლა. გველებიც არის. ანუ ვეძებთ მეტიოქის თავდამსხმელს, ვინ დაესხა მეტიოქს თავს და რატომ ვინ შეუყვეთა ასეც კაცს. Змеи? Такие же чуть не убили Метеоха. ასეთი გველები აქაც არის, რომელიც მეტიოქის სახლში გაუშვეს. აქ გვამია. Змеиные укусы, и кто-то спрятал тело. Хотя, мне кажется, смерть была случайной. რაღაც საეჭვო გარემოებებია ამ სახლში. Похоже, задумали это покушение не те, кто напал на Метеоха. Должно быть, нападавшие живут тут. Но, судя по письму, они лишь выполняют чужую волю. Чью? Ты чего рыскаешь вокруг моего дома? Вы напали на Метеоха. Я нашла змей, письмо от вашего друга и труп. И все это здесь. Да, Актис. Мы знали, на что идем. Не прольется кровь, не настанут перемены. Почему именно змеи? Из-за Перикла и его дружков. Мы пленники в своем же городе. Продавец змей сказал, что пришло время заставить их страдать. Нельзя самим вершить правосудие. Теперь мне надо понять, что с тобой делать. Клеон говорит, пора забрать город у элиты. Пора биться. Что бы ты с нами ни сделала, нам на смену придут другие.
Я знаю, кто-то дал вам этих змей. Вас просто использовали. Кто это был? Настоящий герой Афин. И шавкам Перикла его не остановить. Отвечай, или я убью тебя на месте. Тебя забудут и твою борьбу тоже. Ладно, ладно. У него лагерь возле города. Там он продает змей. Еще не поздно все изменить, но нужно действовать вместе. Может, ты и права, раз уж мы живы. Но с чего начать? С себя. Этот район ваш дом. Не думайте о политиках. Займитесь тем, что можно изменить. Спасибо. Попробуем. Я избавлю Афины от... Აღმასრულებელსაც შევხვდით. და მათ თქვეს თუ ვინ იყო მათი დამქირავებელი, ეს არის რაღაც გველების მომთვინიერებელი, ყიდის გველებს და ადგილიც მიგვასწავლეს, იქით არის ეს გველების მომთვინიერებელი. ანუ უნდა მოვკლოთ ახლა ეს გველების მომთვინიერებელი ასე გრძელდება მისია. სავარაუდოდ მომდევნო ვიდეოში გავაგრძელებთ ამ მისიას. ხოთი დავზვეროთ, რომ წინასწარ რა ხდება, ეს ვინ არის? მე-17 რანგის არის, ჩვენ კიდე 10 რანგის ვართ. ამასთან ახლა პირდაპირ შეგრძელებას აზრი არ აქვს, ამიტომ აქ დავამთავროთ ვიდეო და შემდეგ ვიდეოში მოვიფიქრებთ, რა გავაკეთოთ.